რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოციალურ საკითხთა კომისიამ მორიგის ხდომა გამართა. კომისიის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით პროექტებისა და რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილეს. სხდომაზე კომისიის წევრებს თხოვნის წერილით მიმართა რუსთავის ბაგაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი მაღალფერიძემ ბაგაბაღებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მსურველთა ჩარიცხვის პროცესის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა. საკრებულო სხდომაზე დავაყენეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეფუძნება იმ კვლევის მონაცემებს, რომელიც ჩატარდა ქალაქ რუსთავში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ამ პროექტის ფარგლებში. ერთ-ერთი საკითხი იყო ბაგაბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, მეორე იყო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და კონკრეტულად საკრებულოს შენობის ადაპტირება, ასევე ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და დასაქმება კონკრეტულად სოციალური საწარმოების შექმნა თვითმმართველობის დონეზე. ეს არის პატუსების გაკეთება, ასე ვთქვათ, დაწესებულებებში, ლიფტების მოწყობა, ასევე საწარმოების შექმნა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მოახერხებენ აქ დასაქმებას, ტრანსპორტის საკითხი, რომ ტრანსპორტი იყოს მათთვის ხელმისაწვდომი და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხებიდან უმრავლესობა მაინც გადაწყდება დადებითად. ბაღებში რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაციის საფუძველზე. ბოლო რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიფიქსირდება ვაკანსიები. 2, 3, 4 და 4-იან ჯგუფებში ჯამურად ეს არის 45 ვაკანსია. არის გარკვეული კატეგორია მშობლების, რომელთათვისაც ბავშვების ბაღში სიარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მანდ ვერ ახერხებენ ელექტრონულად ამას. შესაბამისად ჩვენ გამოვიდით ინიციატივით, რომ ერთჯერადად გამონაკლისის სახით შეიქმნას კომისია, რომელიც ამ განცხადებებს შეისწავლის და ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე დაკომპლექტდება აღნიშნული ვაკანსიები. საკითხი განიხილა კომისიამ, გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანია, ძალიან ღრმა ანალიზი ჭირდება და დამატებით დეტალებს შეისწავლიან. საკმაოდ რთულია, მე ვაღიარებ, რომ ჩვენი გაერთიანების ფარგლებში ჩვენ ვერ მოახერხებთ ამ ადამიანების გადარჩევას ისე, რომ არ იყოს შეკითხვები და იყოს მაქსიმალურად ობიექტური. ამიტომ ჩვენ მიმართეთ კომისიას, რომელიც მრავალფეროვანია უფრო და უფრო ობიექტურობა ხარისხი მაქსიმალური იქნება.